ერთხელ უხეში დახვედრით გაწმილებულმა პერსევსმა მედუზას თავი უჩვენა ატლანტს და ის იმ მთად აქცია, რომელსაც ატლასის მთებს უწოდებთ და რაკი ატლანტის სამყოფელი ესოდენ ახლოს აღმოჩნდა ჰერაკლეს სვეტებთან მდებარე ოკეანესთან, ბერძნებმა მას ატლანტის ოკეანე უწოდეს. ბერძენთა მითოლოგიაში დიდი გავლენა იქონია მათ გეოგრაფიულ და ეთნოგრაფიულ ხედვაზე. ამის დადასტურებაა ჰეროდოტეს მიერ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის აღწერა. ამ ბორცვს მოსდევდა მთა, რომელსაც სახელად ჰქვია ატლასი. ეს მთა ვიწროა და სრულიად მრგვალი. იმასაც ამბობენ, რომ იმდენად მაღალია, რომ მისი მწვერვალის დანახვა არც კი შეიძლებაო, რადგან არასოდეს ტოვებს მას ღრუბელი, არც ზაფხულში და არც ზამთარში. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ ეს არის ზეცის საბჯენი სვეტი, ხოლო ხალხი, რომელიც ამ მთასთან ცხოვრობს, მისი მოსახელეა. მათ ხომ ატლანტები ეწოდებათ, ამბობენ, რომ ისინი არაფერს სულიერს არ ჭამენ და არც სიზმრებს ხედავენ. ასეთი გახლდათ ბერძენი ისტორიკოსის თვალსაზრისი. ჰეროდოტე მის წინამორბედ ისტორიკოსთან მსგავსად ნამდვილად არ ყოფილა ლოგოგრაფოსი, რაც პროზით მწერალს ნიშნავს. ასე უწოდებდნენ ადრეული ხანის ბერძენ ისტორიკოსებს. მათ შესახებ ზოგადად უნდა ითქვას, რომ მათში მთავარი ყურადღება ლეგენდარულ ხანას აქვს მიქცეული და ისტორია არ არის ჯერ კიდევ გამიჯნული მითოსისაგან, მაგრამ მისი აზროვნებისა და წერის სტილის, აგრეთვე მხატვრულობიდან და პოეტურობიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევაში ჰეროდოტეს ნაწარმოებებში მითოსური წარმოშობის ცნობებს გარკვეული ადგილი უკავიათ და ატლანტებზე მსჯელობად სწორედ ასეთი შემთხვევა გახლავთ. ხოლო რაც შეეხება იქაურ, ანუ ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის უძველესი ადგილობრივი მოსახლეობის შთამომავლებს, მათი საერთო რაოდენობა 9 მილიონია. ლაპარაკობენ სემიტურ-ქამიტურ ენათა ოჯახში შემავალი ბერბერული ენის დიალექტზე. ენციკლოპედიაში მათ შესახებ ამოიკითხავთ. ანთროპოლოგიურად განეკუთვნებიან ევროპოიდულ რასას. ბერბერული ტომების მთავარი ჯგუფებია ტამაზიქტი, რიფები, შლიოხი, ტუარეგები, კაბილები და სხვა. ბერბერები ჩრდილო აფრიკის უძველესი მოსახლეობაა. მათი წინაპრები თეხენუს სახელწოდებით პირველად იხსენიებიან ძველი წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის ბოლო ხანებში, ეგვიპტურ წარწერებში. უფრო გვიან ეგვიპტელები მათ უწოდებენ ლებუსს, ანუ ლიბუსს, აქედანაა ლიბიელთა სახელწოდება. საინტერესოა თეხენუს ბერბერთა შორეული წინაპრების თვითწოდება იყო, თუ ასე მათ ეგვიპტელებმა დაარქვეს. ამ კითხვაზე რომ პასუხი გვაპოვნინა, მაშინ გვეცოდინებოდა ისინი თავის თავს რას უწოდებდნენ. რაც შეეხება ლებუსს, ეს ეგვიპტელთა შერქმეული გარეწოდებაა, რომელიც ბერძნებმა შეითვისეს და ამ სიტყვით აფრიკას მოიხსენიებდნენ. როგორც ხედავთ, არც ეს ხალხი ეძახდა თავის თავს ატლანტებს და არც ეგვიპტელები უწოდებდნენ მათ ასე.
ბერძნებმა ატლასი ჯერ მთას დაარქვეს, მერე მთის ძირას მცხოვრებ ხალხს და ბოლოს ოკეანეს, სადაც შემდეგ პლატონმა კუნძული ატლანტისი განათავსა. ასე რომ ამ ოკეანესთან ბერძნებს ნაოსნობაზე მეტად მითები აკავშირებდათ. მითიურ პერსონაჟთა სამყოფელი კი ამის მიხედვით გადაადგილდებოდა ელადიდან შორს, რამდენადაც როგორც უკვე მოგახსენეთ, ფართოვდებოდა ბერძენთა გეოგრაფიული თვალსაწყიერი. მათ ჯერ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ნაწილი აითვისეს, შემდეგ დასავლეთი. ფინიკიელების მიერ ოკეანის დალაშქვრის შემდეგ კი ამ ოკეანესაც დაარქვეს სახელი და მის უკიდეგანო სივრცეებში მოათავსეს ზოგიერთი მითოლოგიური პერსონაჟის ადგილსამყოფელი. თუ ამ კუთხით შევხედავთ, მაშინ შესაძლებელია დავუშვათ, რომ კუნძული ატლანტისი თავდაპირველად სულ სხვა ადგილას მდებარეობდა და ისიც საკითხავია, ასე ეწოდებოდა თუ არა. ეს კითხვა კი თავის მხრივ სხვას ბადებს. საინტერესოა, სოლონთან საუბრისას როგორ მოიხსენია ატლანტისელები ქურუმმა სონქიმ. ან ეგვიპტელმა ქურუმებმა თუ იცოდნენ, ეს ხალხი საკუთარ თავს და ქვეყანას რას უწოდებდა. ამის ცოდნა ატლანტისთან დაკავშირებით არსებულ ყველა საიდუმლოს გამოააშკარავებდა, მაგრამ ეს რომ არ ვიცით, ამაში დამნაშავე ჯერ ეგვიპტელები ყოფილან, შემდეგ კი სოლონი. გავიხსენოთ, რა წერია ამის თაობაზე დიალოგში კრიტია. სოლონს, როგორც კი აზრად მოუვიდა თავის პოემაში გამოეყენებინა ეს მოთხრობა, მან ცნობის მოყვარეობა გამოიჩინა სახელთა მნიშვნელობის მიმართ და პასუხად მოისმინა, რომ ეგვიპტელები იწერდნენ რა ამ ხალხის წინაპრების სახელებს, თარგმნიდნენ მათ თავიანთ ენაზე. ამიტომ თავად სოლონი არკვევდა სახელთა მნიშვნელობას და წერდა მათ უკვე ჩვენს ენაზე. ამრიგად, როგორც მოიხსენიებდნენ ატლანტისელები საკუთარ ქვეყანას და ხალხს, აგრეთვე მათი ტოპონიმიკა, ღმერთებისა და მეფეების სახელები ჩვენ არ ვიცით. ხოლო ის, რაც ცნობილია და რასაც პლატონი წერს თავის დიალოგებში, ეს არის ცნობები უცნობი ხალხის შესახებ, რომელიც ჯერ ეგვიპტურად უთარგმნიათ, შემდეგ ბერძნულად. ამიტომაა ატლანტისელების სახელები და ტოპონიმიკა ბერძნულად რომ ჟღერს და ამ ხალხის ნამდვილ თვითწოდებასთან საერთო არაფერი აქვს. მაგრამ ვიდრე მათ ნამდვილ სახელს არ გავიგებთ, იძულებული ვართ ეს ხალხი ატლანტისელებად მოვიხსენიოთ. ოღონდ თუ პირობითია მათი სახელი, მაშინ ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირობითია მათი ადგილსამყოფელიც. ანუ სოლონმა ეგვიპტის ქალაქ სიაში მოისმინა ძველი ამბავი კუნძულზე მდებარე უძლიერესი საზღვაო სახელმწიფოს დაღუპვის თაობაზე, რომელსაც ომი ჰქონია ათენთან. ეს უძველესი ამბავი ბერძენთა ხსოვნას არ შემორჩენია. ეგვიპტელებმა კი მასზე ზოგი რამ იცოდნენ და სონქის მონათხრობი არა მარტო შემორჩენილი ცნობების ეგვიპტური თარგმანი იქნებოდა, არამედ სავარაუდოდ მთელი ეს ისტორია ეგვიპტელთა თვალთახედვის პრიზმაში იყო გარდატეხილი და ისე ჩაწერილი. თავის მხრივ თუ სოლონი ამ ამბის მხოლოდ ბერძნულად თარგმნას დასჯერდებოდა და მასში არაფერი შეცვალა, მაშინ უდავოა, რომ ამ ისტორიაში პლატონმა ბევრი ცვლილება შეიტანა და ის მხატვრულ ფილოსოფიურ ნაწარმოებს დაამსგავსა. ამასთან რა კი ყველაფერი ელინური ანალოგიებით არის დასურათებული და მოწოდებული, ჩვენთვის გავიმეორებ ადრე ნათქვამს, მიმაჩნია, რომ პლატონმა კუნძულის ადგილმდებარეობა შეცვალა, რათა ერთი მხრივ მეტი იდუმალება და დამაჯერებლობა მიენიჭებინა ამ ამბისათვის, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ერთია პლატონის დიალოგებში აღწერილი 9000 წლის წინათ დაღუპული ატლანტისის კულტურის არსებობის შესაძლებლობამ ბევრი მკვლევარი განაწყო იმისათვის, რომ
რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აღმოეჩინა ატლანტისის კულტურის არსებობის დამადასტურებელი არტეფაქტები, რადგან მათი აზრით ზემოხსენებული კულტურა ყველა შემდგომ წარმოშობილი კულტურის წინამორბედი უნდა ყოფილიყო და გულმოდგინედ ცდილობდნენ ამ პროტოკულტურის ნიმუშების თუ არა მის მიერ მოხდენილი გავლენის კვალის აღმოჩენას ატლანტიკის ოკეანის გაღმა გამოღმა. ოღონდ ეს იმდენად ძნელი აღმოჩნდა, რომ მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი ცდილობდა ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო თუ არ იყო, ეძებნა ატლანტისი. ეძებდნენ დედამიწის ისეთ ნაწილებში, რომელთა არსებობის შესახებ ძველ ბერძნებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ანტიკურ საბერძნეთში თავიდან დედამიწა დოლის მსგავსი ეგონათ, მისი ზედაპირი კი დისკოს მსგავსი. ბერძნული თვალთახედვით დანახული სამყაროს პირველი რუქის მონახაზი, რომელიც სრულყოფა ჰეკატიუს მილეტელმა, სცადა ანაქსიმანდრეს მიკუთვნება. ჰეკატიუსისა და ჰეროდოტეს მიხედვით შექმნილი დედამიწის პირველი რუკების რეკონსტრუქცია მოცემულია ტომპსონის წიგნში. ამ რუკის მიხედვით დედამიწა მრგვალია, მის გარშემო მდინარე ოკეანე მოედინება. თავად დედამიწა შედგება ერთმანეთისაგან განუყოფელი სამი ნაწილისაგან, ესენია ევროპა, აზია და ლიბია. ამათ შორის მოქცეულა ხმელთაშუა ზღვა თავისი შემადგენელი ზღვებით. ის იწყება ჰერაკლეს სვეტებთან, შემდეგ გრძელდება ეგეოსის ზღვამდე და აქედან დარდანელ ბოსფორუტეების გავლით და შავი ზღვით კოლხეთის სანაპირომდე, კერძოდ მდინარე ფასისამდე აღწევს. კასპიის ზღვა აქ ყურედ არის წარმოდგენილი, ხოლო წითელი ზღვა არაბულ ყურეთ. კასპიის ყურის აღმოსავლეთით სახლობენ ისიდონები, მდინარე ისტროსის ანუ დუნაის ჩრდილოეთით მოხსენიებულნი არიან ჰიპერბორები. სხვა დიდი მდინარეებიდან რუკაზე გამოსახულია ირიდანოსი. ის ჩრდილოეთით მიემართება და ჩაედინება მდინარე ოკეანეში. ნილოსის ლიბიაში, ტიგროსი, ევფრატი და ინდი აზიაში. რუკაზე ასახულია პირინეის, აპინენის, ბალკანეთისა და ანატოლიის ნახევარკუნძულები, აგრეთვე ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის კუნძულები, კავკასიის დასავლეთი სანაპირო. ამ რუკაზე გაცხადდა დედამიწის შესახებ ბერძენთა ეთნოცენტრისტული წარმოდგენა, რომელიც ცენტრით საბერძნეთია. აქვეა დედამიწის ჭიპი, კერძოდ დელფოსი. რაც შეეხება რუკის ჩვენთვის საინტერესო ნაწილს, ანუ ჰერაკლეს სვეტებს მიღმა სივრცეს, აქ ხედავთ მხოლოდ მდინარე ოკეანეს, რომლის ჩრდილოეთ მხარეს კელტთა ტერიტორიის ახლოს არის ეგრეთ წოდებული კალის კუნძულები, ანუ ბრიტანეთის კუნძულები. ამ რუკისათვის კი პირობითად გამოხატული და მეტი არაფერი. არანაირი კვალი ატლანტისისა ამ რუკაზე არ არის. რაც შეეხება ჰეროდოტეს მიხედვით შედგენილ რუკას, ის ცხადია იმეორებს ბერძნულ ეთნოცენტრისტულ შეხედულებებს, ოღონდ ჰეკატიუსის რუკასთან შედარებით უფრო ვრცლად გადმოსცემს დედამიწის შესახებ იმ დროს არსებულ ცოდნას. ჯერ ერთი გაქრა ეგრეთ წოდებული მდინარე ოკეანე, მის მაგივრად არის ოკეანე, რომლის შესახებაც ჰეროდოტემ იცოდა ფინიკიელთა მოგზაურობის შედეგად. ამის წყალობით მან დანამდვილებით იცის, რომ ლიბიას ოკეანე შემოსაზღვრავს, წითელ ზღვას, როგორც ჰეკატიუსი, ისიც არაბთა ყურეს უწოდებს, ინდოეთის ოკეანეს ერიტრიის ზღვას, წითელ ზღვას. მისთვის ისიც ცნობილია, რომ ლიბიის სამხრეთში ეთიოპები ცხოვრობენ, იცნობს ატლანტისის მთებს და ნილოსის სათავეს რატომღაც ამ მთებში ათავსებს.
მისი ცოდნა აზიის გეოგრაფიის შესახებ უფრო სრულყოფილია. იცის, რომ კასპიის ზღვა არ არის ყურე, იცნობს ბაქტრიის ხალხებს და აღმოსავლეთ ეთიოპებს. ალბათ ის ამ სახელით ინდოელებს გულისხმობს. ჩრდილო-აღმოსავლეთში დასახლებული ჰყავს არგიპეები, ისიდონები და მესაგეტები. ხმელთაშუა, შავი და აზოვის ზღვების კონტურები ისეთივეა, როგორც ჰეკატიუსის მიხედვით შედგენილ რუქაზე. ევროპის ჩრდილო-დასავლეთში კელტების განსახლების ადგილისა და დუნაის ზემოთ მისთვის უცნობი მიწაა. რაც შეეხება ჰერაკლეს სვეტებს მიღმა ოკეანის ნაწილს, აქ არიან კუნძულები და მით უმეტეს ატლანტისის რაიმე ნაშთი მითითებული არ არის. ასეც ხედავდნენ დედამიწას ჰეკატიუსი და ჰეროდოტე. გამოხდა ხანი და შუა საუკუნეების ევროპელთა გეოგრაფიული თვალსაჩინო ანტიკურთან შედარებით მეტისმეტად ნელა, მაგრამ მაინც გაიზარდა. ვიდრე ევროპელთა მიერ ამ პროცესის წარმართვის თავისებურება შევეხებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ შუა საუკუნეებში ატლანტისის თემით დაინტერესება იშვიათი გამონაკლისის გარდა არ შეინიშნება. ატლანტოლოგიაში გამოთქმული მოსაზრებით ამას თავისი მიზეზი აქვს და ის უკავშირდება ქვეყნიერების შექმნის ქრისტიანულ წარმოდგენას, რომლის მიხედვით ქვეყანა ღმერთმა გააჩინა. ისინი ანგარიშობდნენ დროს დასაბამიდან, ესე იგი ქვეყნის გაჩენიდან ქრისტეს დაბადებამდე. ამასთან არსებობს წელთაღრიცხვის რამდენიმე სისტემა. პანდორესი 5492 წელი, ალექსანდრიული 5500 წელი, ბიზანტიური 5508 წელი, ქართული 5604 წელი. ამრიგად შუა საუკუნეებში დამკვიდრებული იყო კაცრად განსაზღვრული ქრონოლოგიური ჩარჩოები, ხოლო პლატონის ნათქვამი ატლანტისი 9000 წლის წინ არსებობდაო, ბევრად აღემატებოდა სამყაროს შექმნის ქრისტიანულ გაგებას, რაც ქრისტიანული ეკლესიისათვის მიუღებელი იყო. და მაინც, როგორც ამბობენ, სწორედ შუა საუკუნეებში შეიქმნა წიგნი, რომელიც გარკვეული თვალსაზრისით ეხმიანება პლატონისეული ატლანტისის თემას. ამასთან დაკავშირებით მოვიხმობ ციტატას ლუდვიგ ზაიდლერის წიგნიდან ატლანტისი. 1869 წელს ლევან ვარდების ჩრდილოეთ ჰოლანდია ბიბლიოთეკამ შეიძინა ძალზე ძველი ხელნაწერი. უფრო სწორად, ძველ ფრიზულ ენაზე შესრულებული ხელნაწერის ფრაგმენტები. ეს გერმანული დიალექტი ანგლოსაქსურ ენებს უახლოვდება და მე-14 საუკუნიდან მკვდარ ენად არის მიჩნეული. აწინდელი ფრიზული დიალექტი მას ძლივსღა ჩამოჰგავს. ხსენებული ხელნაწერის მფლობელი მანამდე ყოფილა კორნელი ოვერ დე ლინდენი. მის ოჯახში ხელნაწერი უხსოვარი დროიდან ინახებოდაო. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხელნაწერი 1256 წლიდან ყოფილა ლინდერის ოჯახის საკუთრება. თავისი ფორმით ეს არის სხვადასხვა ავტორთა მინაწერება დართული ამბავი. ამ წიგნში გამოყენებული დამწერლობა ბერძნულის ნაირსახეობას წარმოადგენს. ურა ლინდბუკ, ოვერ დე ლინდსის ოჯახური წიგნი. გაცხოველებული კამათის საგნად იქცა. მასში წარმოდგენილ ცნობათა სარწმუნოების საკითხს თუ დავეხსნებით, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დოკუმენტი უთხოვარად და მე-13 საუკუნეში შექმნილად მიიჩნიეს. ეს არის ფრიზების, ოვერ დე ლინდენის ოჯახსაც ფრიზებს მიაკუთვნებენ. თავისებური ისტორია. მასში მოთხრობილი ამბები ძალიან დიდი ხნის წინათ მომხდარა, თარიღიც კი არის აღნიშნული ატლანტიდის ქვეყნის ჩაძირვიდან 3449 წელი. რომის იმპერიის ეპოქაში ფრიზები ჩრდილო-დასავლეთ გერმანიაში, ჩრდილოეთის ზღვის ნაპირას ცხოვრობდნენ. რომაელი ისტორიკოსი
ტაციტუსი მათ რამდენჯერმე იხსენიებს მიწათმოქმედ და ზღვაოსან ხალხად. ურა ლინდა ბუქში მოხსენიებულია თეთრპირისკანიანი და ცისფერთვალება ხალხი ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს, მათ შორის მატრიარქატი ყოფილა გაბატონებული და დიდ როლს ასრულებდა ქურუმი ქალი ბურგტმაადი, აგრეთვე მინერვა წოდებული, ქალთა ორდენის წინამძღვარი. აქვე ხვდებით ფრიზების მეფის სახელს მინოს. მინერვა, რომელთა ქალღმერთს მინერვას მოგვაგონებს, ხოლო მინო კრიტოსის მეფეს მინოს, ბერძნული მითოლოგიით კარგად ცნობილს. ფრიზებისა და ფინიკიელების სავაჭრო ურთიერთობათა გამოც არის ჩამოგდებული სიტყვა, იხსენიებიან აგრეთვე ზღვაოსანი მოგზაური, სახელად ნეფტუნა და მისი ნათესავი ინკა. აი ამ წიგნიდან ნაწყვეტი. მზე მთელ ზაფხულს ღრუბლებს ეფარებოდა. თითქოს აღარ სურდა კვლავაც ემზირა მიწისათვის. დედამიწაზე მუდმივი მდუმარება სუფევდა და ნოტიო ბურუსი სველი იალქანივით აწვა სახლებსა და ველებს. ჰაერი მძიმე იყო და დამთრგუნველი. ხალხს სიხარული დავიწყებოდა. მაშინ დაიწყო თითქოს და ქვეყნიერების აღსასრულის მომასწავლებელი მიწისძვრა. თანი ცეცხლს აფრქვევდნენ, ხან წიაღში ინთქებოდნენ და ხანაც უფრო მაღლა აიზიდებოდნენ. ალდანის, რომელსაც ზღვაოსანთა ატლანტს უწოდებდნენ, გაუჩინარდა, ხოლო გაავებული ზვირთები ისე შემოემართნენ მთათა უმაღლეს, რომ ისინი ვინც ცეცხლს გადარჩენოდა, ზღვის უფსკრულმა შთანთქა. მხოლოდ ფინდას ქვეყანაში კი არა, ტვის კლანჩიც იწვოდა მიწა, ტყეები აალებული იყო, ხოლო როცა ქარი ტყეთა მხრიდან დაუბერავდა, მთელ ქვეყანას ფერფლი ფარავდა. დინარეებმა კალაპოტი შეიცვალეს, მათ შესართავებში ახალი კუნძულები გაჩნდა სილისა და ნარიყისაგან. 3 წელიწადს ასე გრძელდებოდა, მერმე სიმშვიდე დამკვიდრდა და ტყეებმა ისე ვიხარა. მრავალი ქვეყანა წყალქვეშ გაუჩინარდა, ალაგ-ალაგ ახალი მატერიკები გაჩნდა. ტვის კლანში ტყეების ნახევარი მოისპო. ფინდას ხალხი უკაცურ მიწებზე დაესახლა, ადგილობრივი მკვიდრნი ან ამოწყვიტეს, ან მონებად აქციეს. კადიკის ნავსადგურში ინკას ხომალდები ნეფტუნას ფლოტილიას მოსწყდა და ოკეანის დასავლეთისაკენ გაემართა. მეზღვაურნი იმედოვნებდნენ, იქნებ მივაკვლიოთ ატლანტის ქვეყნის მთიან მხარეს, წყალში დანთქმას გადარჩენილს და იქნებ იქ შევძლოთო დასახლება. ხოლო ნეფტუნა შუა ზღვისაკენ გაემართა, მაგრამ ინკასა და მისთა მხლებელთა ამბავი მეტი აღარ სმენია. ხელნაწერი ამგვარად მთავრდება: მე ჰიდოტონომატ ოვირა ლინკა ვაკი გმოძღვრავ ჩემ ძეს ოკას. ამ წიგნს თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდე, მაშინ მთელი ჩვენი ხალხის თავგადასავალია მოთხრობილი. შარშან წყალდიდობისას შენთან და დედაშენთან ერთად გადავარჩინე ეს წიგნი, ჩემ და სავალალოდ წიგნი დამისველდა და ხელახლა გადაწერა მომიხდა. ეს წიგნი შექმნილია ლეიდვურდში, ატლანტიდის ქვეყნის ჩაძირვიდან 3449 წელს. ამას მოსდევს უფრო მოგვიანო ავტორთა რამდენიმე მინაწერი, რომელთა შორის გვხვდება კიკო ოვირა ლინდას მიერ ხელმოწერილი სავედრებელი. 1000 გზის გემუდარებით ეს ძველი ნაწერები ბერებს არ ჩაუგდოთ ხელში. ბერები ძალზე ვერაგნი არიან და ყოველივეს მოსპობას წადიათ, რაც ჩვენ ფრიზებს მოგვეპოვება. ამით ვამთავრებ ამ საგულისხმო ხელნაწერის ციტატათა ამონაწერს. თარიღი ატლანტიდის ქვეყნის ჩაძირვიდან 3449 წელს. ზოგიერთ ეჭვს აღძრავს, თუ ვივარაუდებთ, რომ ატლანტისის კატასტროფა
სოლონის საიაში ჩასვლამდე 9000 წლის წინათ, ესე იგი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 9560 წლის ახლო ხანებში მომხდარა. მაშინ გამოდის, რომ პირველი ვარიანტი, რომლის ასლსაც ურა-ლინდა ბუკ წარმოადგენს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6111 წელს უნდა შექმნილიყო. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეპოვება საამისო ცნობები, რომ იმ დროისათვის ევროპაში დამწერლობა არსებულიყოს. იქნებ 3459 წელი ამასლის შექმნის თარიღი იყოს, რომელიც ჰიდოთ ონომად ოვირა ლინდას 1256 წელს გადაუწერია. ამას ადასტურებს ხელნაწერის შექმნის ადგილი ლიუდვერდი, დღევანდელი გამოთქმით ლეევარდენი. მაშინ ატლანტისის დაღუპვის თარიღად ჩვენ წელთაღრიცხვამდე 2193 წელი გამოვა, მაგრამ ეს ხომ ეგვიპტეში მეშვიდე დინასტიის მეფობის ბერძნულ ქალაქ სახელმწიფოთა აღმოცენების ხანაა. ატლანტისის დაღუპვა გაცილებით ადრე უნდა მომხდარიყო. გარნა ამ თარიღს კარგად ეხამება ხელნაწერში მოხსენიებული ისეთი ამბები, როგორიცაა ფრიზების ურთიერთკავშირი ფინიკიელებსა და კრეტელებთან, აგრეთვე კადიკის ნავსადგურის ხსენება. ალბათ ნაგულისხმებია ფინიკიელთა ქალაქი გადირი, რომელსაც პლატონი გადეირად იხსენიებს და ატლანტთა სახელმწიფოს კუთვნილებად მიიჩნევს. საინდროდ დამწერლობა უკვე არსებობდა. ლინდელთა ოჯახის ხელნაწერის დედანი შეიძლება ძველ წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ფინიკიური ამბანით შექმნილიყო ძველ ფრიზულ ენაზე. მომდევნო 3.5 წლის განმავლობაში ენისა და დამწერლობის გაჩარხვის მიზნით ხელნაწერი შესაძლოა რამდენჯერმე გადაეწერა და შიგ რედაქციული შესწორებები შეეტანათ. ციტატა ერთობ დიდი გამოვიდა, მაგრამ რადგანაც ატლანტოლოგთა ურა-ლინდა ბუკი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის დიდ მასალას აძლევს, საჭიროდ მივიჩნიე მკითხველისათვის შეძლების დაგვარად სრული ინფორმაცია მიმეწოდებინა. ამასთან ურა-ლინდა ბუკი და პოლონელი ატლანტოლოგის ნააზრევით შემეფასებინა, რა შეიძლება ითქვას ამ ხელნაწერის შესახებ. ცხადია, საქმე გვაქვს ვიღაცის მიერ საკმაოდ ეშმაკურად განხორციელებულ მისტიფიკაციასთან, რომელიც ლუდვიგ ზაადლერს რატომღაც ჭეშმარიტებად მიუჩნევია, თუმცა სიყალბე აშკარად ჩანს და კრიტიკულ მიდგომისას კიდევ უფრო ნათელი ხდება. დავიწყოთ იმით, რითიც ატლანტოლოგი ამთავრებს ხელნაწერზე თავის მსჯელობას. ენისა და დამწერლობის გაჩარხვის მიზნით ხელნაწერი შესაძლო იყო რამდენჯერმე გადაეწერათ. თუ ენციკლოპედიურ მონაცემებს დაუჯერებთ, ფრიზებს დამწერლობა ახალი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნიდან აქვთ. ამასთან ლათინურ ამბანს იყენებენ და ძველ ფრიზულ ენაზე რაიმე ტექსტის ფინიკიური ამბანით შექმნის თაობაზე არსად არაფერია ნათქვამი. მით უმეტეს შეუძლებელია ეს ძველი წელთაღრიცხვით 2193 წელს მომხდარიყოს. ფინიკიელებმა ჩრდილოეთ ევროპისაკენ გზა გაცილებით გვიან, მხოლოდ პირველი 1000 წლეულის შუახანებიდან გაიკულიეს და ეს მეტად ძნელი საქმე იყო. ერთი სიტყვით, საიდლერის მიერ გამოთვლილ დროს ფრიზებსა და ფინიკიელებს საერთო არაფერი ჰქონდათ. გარდა ამისა, მოცემული თარიღი არ ემთხვევა ატლანტისის დაღუპვის პლატონისეულ თარიღს. მაშ რაშია საქმე? რატომ გაჩნდა ახალი თარიღი და რით არის მისი გაჩენა არგუმენტირებული? საქმე გაყალბების არჩევანშია. მას სურვილი ჰქონია ატლანტისზე მოეთხრო შუა საუკუნეებში მცხოვრები ევროპელის პირით. ამისათვის საჭირო გახდა მე-13 საუკუნის ხელნაწერის იმიტაციის შექმნა.
ტექნიკურად ეს როგორ გააკეთეს არ ვიცი, სამაგიეროდ იმ დროის ცნობიერება გათვალისწინებულია და ეს იქიდან ჩანს, რომ ხელნაწერში ლაპარაკია ხალხზე, რომელიც ერთ ღმერთს სცემდა თაყვანს. ეს აშკარად ქრისტიანული ფორმულაა, ქრისტიანობამდელ ეპოქას მისადაგებული, აგრეთვე ატლანტისის ჩაძირვის თარიღად დასახელებული 3449 წელი, ასევე თავსდება დროის მონაკვეთში, ქვეყნის დასაბამიდან ქრისტეს დაბადებამდე.